მედიაკავშირი ობიექტივი პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას აგრძელებს. თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემა მემკვიდრეობას. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ნინო მიქეაშვილი ვარ. აღნაგობითაც დიდი ადამიანი იყო და საქმიანობითაც დიდი მოღვაწე გახლდათ. თბილი გულით, სიკეთით სავსე, სადაც საჭირო იყო, იქ დიპლომატიურ უნარებს ავლენდა და სადაც ქართული საქმისა და ჩვენი კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად შეუპოვრობა იყო აუცილებელი, იქ კლდესავით დგებოდა და დაწყებულ საქმეს ჩვენი ქვეყნისა და მისი კულტურული მემკვიდრეობის სასიკეთოდ აგვირგვინებდა. ჩემს წარმოდგენაში ასეთი გახლდათ დიდი ქართველი მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ხელოვნებაცოდნეობის დარგის ერთ-ერთი ფუძემდებელი ბატონი შალვა ამირანაშვილი. დღევანდელ გადაცემაში მისი უფროსი შვილი, ბატონი გულბად ამირანაშვილი გვიამბობს 1923 წელს რუსეთიდან ჩვენი საგანძურის დაბრუნების ისტორიას. ამ გადაცემიდან შეიტყობთ, რა თქვა სტალინმა ბატონი შალვა ამირანაშვილის მთავარი ნაშრომის ქართული ხელოვნების ისტორიის წაკითხვის შემდეგ. თქვენ ნახავთ და მოისმენთ საქართველოს ხელოვნების მუზეუმიდან სომხეთის რესპუბლიკისთვის, რომელი ექსპონატის გადაცემაზე თქვა უარი მუზეუმის დირექტორმა, ძვირფასმა ბატონმა შალვა ამირანაშვილმა. რას ამბობდა იგი დიდი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის დაკრძალვის ადგილზე? რით ეხმარებოდა მხატვარ ლადო გუდიაშვილს? რატომ არ მიიყვანა თავისი შვილი აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილის სახლში? რატომ თქვა უარი მოსკოვში გამგზავრებაზე, სამუშაოდ გადასვლაზე? რამდენი წიგნი და სტატია გამოსცა და რა დარჩა დასაბეჭდად გამზადებული? რამდენი ენა იცოდა და რა თხოვნა შეუსრულა მან ტყვედ ჩავარდნილ ქართველებს? ეს და სხვა საინტერესო ამბები აღწერა ბატონმა გულბად ამირანაშვილმა თავის წიგნში, რომელსაც ჰქვია ასე წიგნა დაკინძული სიცოცხლე. ამ წიგნის გაცნობა შეგიძლიათ ბიბლიოთეკებში. წიგნი არ იყიდება და ავტორის ხარჯით ორჯერ გამოიცა და ერთხელ კულტურის სამინისტრომ გამოცა. დღევანდელ გადაცემაში მე მინდა დღევანდელი გადაცემა დავიწყო იმ ეპიზოდით, რომელიც ეხება ბატონი შალვა ამირანაშვილის სამეცნიერო გზის დაწყებას. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გახსნისთანავე, ეთერზე 1918 წელს გაიხსნა უნივერსიტეტი სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტზე. მისი მასწავლებლები იყვნენ ივანე ჯავახიშვილი, თვით გიორგი ჩუბინაშვილი და ექვთიმე თაყაიშვილი. ჩატარებულმა ლექციებმა შესაძლებლობა მისცა შალვა ამირანაშვილს ჩამოყალიბებულიყო ხელოვნების დარგის მეცნიერად. იყო ესეთი შემთხვევა, მამა მიყვებოდა, მე შევხვდი ივანე ჯავახიშვილს, ბატონ ივანეს მოვახსენე, რომ ხელოვნებაცოდნეობის დარგში მივდივარ სამუშაოდ, მოკლედ ჩემი სპეციალობა იქნება ხელოვნებაცოდნეობა. ამას ბატონმა ივანე ჯავახიშვილმა გზა დამილოცა. ესე აქვს ნათქვამი მამას ჩემთვის. 1923 წელს რუსეთიდან ჩვენი საგანძურის დაბრუნების ისტორია გავიდა. 1902 წელს გამოიცა ლენინის განკარგულება იმის შესახებ, რომ რაც რუსეთს გატანილი ჰქონდა ცარიზმის დროს, ოქრო, ვერცხლი, ნაკეთობანი და ყველაფერი უნდა დაუბრუნდეს იმავე რესპუბლიკებს. საქართველოდან მთელი მე-19 საუკუნის განმავლობაში რუსეთი მიეზიდებოდა ქართულ განზეულობას ეკლესიებიდან და სხვადასხვა ნივთებს და აგროვებდნენ ისინი თავიანთან საწავებში. ამ დეკრეტის საფუძველზე, რომელიც გამოსცა ლენინმა, შეიქმნა საქართველოში კომისია გუშიას ხელმძღვანელობით,
სადაც შედიოდნენ კორნელი კეკელიძე, კიდევ იქნებ აკაკი შანიძე, კორნელი კეკელიძე, აკაკი შანიძე და სარგის კაკაბაძე. ამათთან ერთად გაგზავნილი იქნა რუსეთში სიძველეების ჩამოსატანად შალვა ამირანაშვილიც როგორც ექსპერტი. თავი მოუყარეს მოსკოვსა და პეტროგრადში დავანებულ ქართულ ნივთებს და ამზადებდნენ წამოსაღებად. მოხდა ისეთი შემთხვევა, რომ ზოგიერთ ნივთს არატანდნენ იქიდან. მაგალითად იყო საფარის ეკლესიის კანკელი, რომელიც აღებული იქნა პროსკოვია უვაროვას მიერ და დავანებული მოსკოვის სიძველეთ სათავში. ამას არატანდნენ და შალვა ამირანაშვილს მოუხდა დამტკიცება, რომ საფარის ეკლესიის კანკელი არის ქართული და არა ბიზანტიური და ამის შედეგად მხოლოდ ნება დართეს, რომ ეს წამოსულიყო. გარდა ამისა, ბევრი სიძნელები შეხვდა ქართული ნივთების წამოსაღებად. არ უშვებდნენ მას იმ საგანძურში, სადაც მოთავსებული იყო ბოტკინის კოლექცია. მინანქრების კოლექცია. ბოტკინის კოლექციაში იყო მოთავსებული ქართული ნივთები, წაგებული სხვადასხვა ეკლესიებიდან, მაგალითად ჯუმათიდან და კიდევ სხვადასხვა ეკლესიებიდან ეს ნივთები. შალვას არ უშვებდნენ. მოხდა ისეთი რამე, რომ ცენტრალური კომიტეტის ადმინისტრაციულ განყოფილებაში შალვა ამირანაშვილი მივიდა იმ დადგენილების გამოსატანად, რომელიც ნებას რთავდა ქართული ნივთების წამოღებას საქართველოში. ამ ცენტრალური კომიტეტის ამ განყოფილებაში რო შევიდა შალვა, მას დარბაზში შეხვდნენ შემთხვევით შეხვდა სვანიძე, ენუფიძე და იოსებ სტალინი. სვანიძეს ძალიან კარგად იცნობდა შალვა, ჯერ კიდევ სტუდენტობის დროიდან და მას უთხრა, რომ პრობლემები მაქვს, არ მიშვებენ სიძველეთ სათავში, სადაც გამოყრილია ბოტკინის კოლექცია, სადაც არის ქართული ნივთები. მაშინ ალიოშა სვანიძე მიმართა სტალინს, რომ ეს ახალგაზრდა ჩამოსულია საქართველოდან ქართული ნივთების წამოსაღებად და მას არ უშვებენ რუსულ სიძველეთ სათავებში. სტალინმა დახმარება აღუთქვა შალვას, ამოიღო თავისი ბლოკნოტი, სადაც ჩადებული ჰქონდა ფანქარიც, დაწერა ტელეფონის ნომერი, ამოხია ფურცელი და გადაასცა შალვას და უთხრა, ხვალ დილით 11 საათზე დამირეკეთ. გახარებული შალვა მეორე დღეს დილით 11 საათზე ეახლა ამ სიძველეთ სათავის დირექტორს, რომელმაც უთხრა, თქვენ კიდევ აქ ხართ, კიდევ აქ მოხვედით, თქვენ ხო გითხრეს, რომ რაც თქვენ გაინტერესებთ, იმას ნახავთ მხოლოდ 5 ან 10 წლის შემდეგ და ეხლა გთხოვთ დატოვოთ დარბაზი. გთხოვთ დატოვოთ ეს შემოსასვლელი და გთხოვთ დამარეკინოთ თქვენი ტელეფონით და ტელეფონით დაუკავშირდა სტალინს. სტალინმა უპასუხა, ეს შალვა სიტყვებია, რომელიც მან მომიყვა მე.
მოითვინეთ, პასუხს მიიღებთ. ტელეფონთან მოითვინეთ, პასუხს მიიღებთ. სტალინმა სამთავრობო ტელეფონით გადარეკა ამ საცავის დირექტორთან, საცავის დირექტორმა რო აიღო ყურმილი, აკანკალდა, წამოდგა ფეხზე და მოკიბული იძახდა, დიახ, აუცილებლად, რასაკვირველია, ყოველ შემთხვევაში გავაკეთებთ. შემდეგ უკვე სტალინმა გამოვიდა შალვას ტელეფონი აიღო და თქვენი საქმე მოგვარებულია. ბატონ შალვამ დიდი მადლობა გადაუხადა სტალინს და დაკიდა ყურმილი. შემდეგ შევიდა და გადაარჩია ის კოლექციები, რომელიც საქართველოში იყო წამოსაგები და ყველაფერი ეს მოკრიფეს ამ ქართველ მეცნიერებმა, რომელთა შორის იყო ეს დამიანე ჯგუშია, თვითონ შალვა ამირანიშვილი როგორც ექსპერტი, აკაკი შანიძე და სარგის კაკაბაძე. შემდეგ ეს ყველაფერი ამათი ნივთები დაიწვიეს სატვირთო მატარებელში და იმ ვაგონს, სადაც ეს ნივთები იყო მოთავსებული, გარედან ეწერა ახლოს არ მოეკარგოთ, ტიფით ავადმყოფებია. ტამბურზე იდგნენ ფარაჯაში ჩასხული შალვა ამირანიშვილი და უაზნო თოფი ეჭირა ხელში. ესეთნაირად მათმა 2 კვირა მოუნდათ, სანამ ჩამოვიდნენ თბილისში, იმიტომ რომ მაშინ გზა აფხაზეთიდან არ იყო მხოლოდ ბაქოს შემოვლით. ესე იგი მოსკოვიდან ჯერ ბაქოში მიდიოდა მატარებელი, შემდეგ ბაქოდან ჩამოდიოდა თბილისში. 2 კვირის შემდეგ ეს მთელი განზეულობა ჩამოიტანეს 1923 წელს. მაშინ შალვა იყო 24 წლის. განზირო დაბრუნდა შალვა ამირანიშვილმა აცნობა ექვთიმე თაყაიშვილის წერილობით და ექვთიმე თაყაიშვილისაგან მიიღო საპასუხო წერილი, სადაც ბატონი ექვთიმე წერდა შალვას, რომ ქართული ნივთები წამოსაგებია კიდევ სხვადასხვა ადგილებიდან, მათ შორის სტავროპოლის მხარედან და ამას ალბათ რაც თქონდა, არ ვიცი, ჩაუდგებით თქვენ სათავეში. ბატონი შალვა ამირანაშვილის მთავარი ნაშრომი ქართული ხელოვნების ისტორია ქართულ ენაზე დაიბეჭდა 1954 წელს. მოდით გავიგოთ, რა თქვა სტალინმა, როცა ეს წიგნი წაიკითხა ქართულ ენაზე. ვიღაცამ თქვა ეს ამბავი და მე ჩავიწერე გაგონილი, რომ თურმე 1954 წელს, როდესაც შალვას ნაშრომი გამოვიდა, ქართული ხელოვნების ისტორია, ეს ქართული ხელოვნების ისტორია წაუკითხა სტალინს და უთქვია, ქართული ხელოვნების ისტორია, შალვა ამირანიშვილის ქართული ხელოვნების ისტორია უნდა ითარგმნოს რუსულ ენაზე და გამოიცეს კარგ ფურცელზე, კარგ ქახალზე. და ესე მოხდა, რომ 50 წელს მართლა გამოიცა რუსულ ენაზე. ახლა მოვისმინოთ, რატომ თქვა უარი ბატონმა შალვა ამირანაშვილმა მოსკოვში სამუშაოდ გადასვლაზე. 1957 წელს მოსკოვიდან ჩამოვიდა, ესე ვთქვათ, ხელოვნების წარმომადგენელი, ან პარტიის ხელოვნების განყოფილების ვიღაც თანამშრომელი და შალვას შესთავაზა ხელოვნების პუშკინის სახელობის მუზეუმის დირექტორობა. შალვამ უთხრა უარი. სახლში მოვიდა და მოგიყვა იმ დღევანდელი ამბავი, რაც თავს გადახდა. თქვა ესეთი სიტყვები, მთავაზობენო მოსკოვში პუშკინის სახელობის სახვითი ხელოვნების მუზეუმის დირექტორობას. თავაზობენო მანქანას 4 ოთახიან ბინას ცენტრში და მოკლედ უნდა გადავიდეთ. აუ, ჩვენ გაგიხარდა.
ისე გაგეხარდა მე და ჩემ ძმას, რომ მოსკოვში წავალთ, იქ, მოსკოვი მაშინ ჩვენთვის იყო ევროპასა და ამერიკაც. ისეთი წყობილების დროს გაზრდილი ხალხი ვიყავით და მოკლედ თქვენო შემოგვიტია მე და ჩემ ძმას ტუტუცებო არაფერი არ იცითო მეო ვერასოდეს ვერ დავტოვებ ჩემ მუზეუმსო აუ გავშრით პირდაპირ აი ეს კარგი ამბავი ჩაგვეშალა ბაზარში მომხდარი ინციდენტის მაგვარი ამბავი გაიხსენა ბატონმა გულბად ამირანაშვილმა სახალხოდ შალვა და შალვას დედა წავიდნენ ბაზარში და სანამ ვაგიცავებელად. იყიდეს ერთი ამბავი რა აკეთიკი და გამოიყიდა და შალვას არ აქვს ერთი ხელთათმანი. ვიღაცამ ამოაცალა. იყურება აკეთიკი და ეხლა მოვიდა ვიღაც ნორმალურად ჩასული ადამიანი და პირდაპირ ეკითხება ბატონო შალვა რამე დაკარგეთ? კიო, ერთი ხელთათმანიო. ნუ გეშინიათო, ეხლა პატარა ბიჭი მოვაო და მოგირბენინებთ თქვენ იმ ხელთათმანსო. და ცოტა რამე მიეცითო რა. და მართლაც რამოდენიმე ხანში გაიხედა პატარა ბიჭი მოვიდა, მოუტანა ხელთათმანი, მიართვა შალვას, შალვამ ჩაუკუჭა ხელებში იმდენი ფული, რომ ერთი 5 ხელთათმანს იყიდიდა იმ ფულით. ძვირფასი დედის, ქალბატონ ნინო წერეთლის შესახებ გვიამბობს ბატონი გულბადი. დედა ჩემი მე არ მახსოვს. იმიტომ რომ წლინახევრის ვიყავი, როცა დედა გარდამეცვალა. დედის ნათესავებისაგან მოყოლით და მამისაგან ვიცი, რომ დედა ჩემი იყო მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძის მოწაფე. და სხვათა შორის საქართველოში ნინო წერეთელი იყო პირველი ქალი მოქანდაკე. სულ 2 ქალი ყავდა. ერთი ნინო წერეთელი, ხოლო მასზე უმცროსი იყო თამარ აბაკელია. და ამ 2 ადამიანის მიერ დარჩენილი ნაშრომები არსებობს და ეხლა ქალი მოქანდაკე მე არ ვიცი არის თუ არა საქართველოში. იაკობ ნიკოლაძის მოწაფეობა ბევრს ავალებდა ნინო წერეთელს. იმით რომ ემუშავა, ყოველთვის და ის მუშაობდა და ნიჭიერი მოქანდაკე გამოდგა. იაკობ ნიკოლაძეს ყოველთვის მოწონდა მისი ნაწარმოებები, ნამუშევარი. იყო შემთხვევები, როდესაც იაკობ ნიკოლაძე იწყებდა ბიუსტის გაკეთებას და ნინო წერეთელი ამთავრებდა ამ პირიქით. ძალიან მტკივნეული იყო იაკობ ნიკოლაძისათვის ნინო წერეთლის გარდაცვალება. მან ნინო წერეთელი როდესაც გარდაიცვალა ახალგაზრდა 37 წლის იაკობ ნიკოლაძემ გამოძერწა მისი ქანდაკება, ბიუსტი და მის საფლავზე დაიდგა. ეს ბიუსტი დიდხანს იდგა საფლავზე, ხოლო შემდეგ რატომღაც ვიღაცებმა მოიპარეს. და ეხლა მარტო პოსტამენტი დგას მის საფლავზე ბიუსტის გარეშე. ბრინჯაოსი ხო? ბრინჯაოს ბიუსტი. ნინოს ქანდაკებები დაცულია ხელოვნების მუზეუმში. აგრეთვე ნინო მოღვაწეობდა მივლინებით ტაშკენტში და ტაშკენტში არის დაცული ტაშკენტის ხელოვნების მუზეუმში მისი ნამუშევრები. ასევე მისი ნამუშევრები დაცულია მოსკოვში და ოდესაში. ბატონი შალვა ამირანაშვილის მიერ გამორჩეულ სტუდენტზე გვიამბობს მისი უფროსი შვილი. შვილებად გრძნობდით თავს და არასოდეს არ ვეკითხებოდით მამას აი ის რატომ ეს რატომ მოხდა არ ვიყავი დაინტერესებული იმიტომ რომ სულ სხვა სპეციალობის ხალხად ჩამოყალიბდით მაგალითად ხელოვნებად მცოდნეთ მისი შვილებისაგან არც ერთი არ წავედით მე ვარ აღმოსავლეთმცოდნე ჩემი ძმა არქეოლოგი და არის ლიტერატურად მცოდნე ისე რომ ხელოვნებად მცოდნეობაში რამდენად გასაკვირველი არ უნდა იყოს, მამა ამზადებდა ერთი იყო ასეთი შალვას სტუდენტი, მანანა გაბაშვილი.
უნდა ვთქვა ეს, რომელიც დაინტერესებული იყო როგორც ისტორიით, ასევე ხელოვნებად მცოდნეობით და ის ხატავდა კიდევ ბავშვობიდანვე და ეხლა ხან გამოიცა მისი ალბომი, მხატვრობის ალბომი და მხატვრობის თვალსაზრისით მან თითქოს შეიცვალა თავისი სპეციალობა და გახდა როგორ გითხრათ, საეკლესიო მხატვრობის მკვლევარი. ამის შესახებ აქვს ბევრი სტატიები დაწერილი. და შალვას უნდა თავის მემკვიდრედ გაეხადა, მაგრამ შენო პატრონები ყოლიაო, მამაო, აკადემიკოსი ვალერიან გაბაშვილი და ბაბუა იყო დედის მხრიდან სერგი მაკალათია და სერგი მაკალათია და შალვა იყვნენ ესპანეთის განუყრელი ამხანაგები. ბატონი გულბადი იხსენებს ჩვენი საგანძურის ერთგულ მცველსაც განსვენებულ ძვირფას ბატონ იროდიონ სონღულაშვილს და მოვისმინოთ ეს მოგონება. ჩვენ ხშირად სკოლის დამთავრების შემდეგ ჩავიდოდით მამასთან, რომელიც მუზეუმი მოთავსებული იყო საჯარო ბიბლიოთეკით პირდაპირ, ესე იგი იმისი რა ქვია, ჯანაშიას სახელობის მუზეუმის ქვედა იქითა სართულზე, უკანა სართულზე. ერთხელაც გამოვედით ერთად მე და მამასთან რომ მივედი ამ დროს ქეშოში წამწდა იროდიონ ევდოშვილის რა ქვია სონგულაშვილი, რომელიც ტკბილად მომესალმა თავზე მაკოცა და ხელგადახვეულები მივედით შალვას ოთახამდე. ეს მომენტი ძალიან მახსოვს, თვითონ ბატონი იროდიონ სონგულაშვილი თავისი განუყრელი ქეჩის ქუდით იყო. იროდიონ სონგულაშვილი სეიფის გამგე იყო და სეიფის გასაღებს გულსაკიდით ატარებდა გულთან. რატომ არ შემოდა ესე არ ვიცი. ესე იგი ისეთი თანამშრომლები ყავდა შალვას, რომ სულ ყველა როგორ გითხრათ, იცი რა არის, მოწადენებული იყო იქ ემუშავათ და ისინი გასამრჯელოს ხელთვას ძალიან ცოტას იღებდნენ, მაგრამ მაინც შალვასთან მუშაობდნენ. შეგახსენებთ, რომ ბატონი შალვა ამირანაშვილი 1939 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე 1975 წლამდე 9 თებერვლამდე იყო ხელოვნების მუზეუმის დირექტორი და ამჟამად ხელოვნების მუზეუმი ბატონი შალვას სახელს ატარებს და ბატონი იროდიონიც მასთან ერთად მუშაობდა. მოდით ახლა ვნახოთ და მოვისმინოთ, როგორ მოიქცა ბატონი შალვა ამირანაშვილი, როცა სომხეთის გასაბჭოების 30 წლის თავზე მას ზემოდან თხოვეს, რომ ერთი კონკრეტული ნამუშევარი მხატვარ ბატონ აივაზოვსკის საჩუქრად გადაეცა ხელოვნების მუზეუმიდან სომხეთის რესპუბლიკისთვის. გამოიძახეს ცენტრალურ კომიტეტში და უთხრეს, რომ ბატონო შალვა ჩვენო ვიმჟელეთო აქო და ცენტრალურმა კომიტეტმა გადავწყვიტეთ სომხეთის 30 წლის თავთან დაკავშირებით სომხებს ვაჩუქოთ, თქვენ რო გაქვთ მუზეუმში აივაზოვსკის მეცხრე ტალღა. სურათი არის სიგანით 3 მეტრი და სიმაღლით 2 მეტრი. დიდი სურათია ძალიან, მე მინახია ის სურათი. და მამამ უთხრა უარი. არავითარ შემთხვევაში. ამ სურათს მუზეუმი ამ სურათს არავის არ აჩუქებს და მუზეუმს ეს სურათი არ დაკარგავს, ეს არის მუზეუმის საკუთრება და მუზეუმიდან არ შეიძლება ნივთების გატანა, გაყიდვა, გასხვისება. აი ესეთი იმით უთხრა და გაბრაზებული წამოვიდა ცენტრალური კომიტეტიდან. შემდეგ მამა ამბობდა, ველოდებოდი ჩემს მოხსნას. გავიდა ერთი დღე არ მსხნიან, გავიდა ერთი კვირა, კიდევ მუზეუმის დირექტორი ვარ, გავიდა ერთი თვე, ერთი წელი და მე ისევ მუზეუმის დირექტორად ვიყავი. გავიგოთ, რამდენი ენა იცოდა ბატონმა შალვა ამირანაშვილმა და არაბულ ენას როგორ სწავლობდა. ევროპული ენები იცოდა სულ ყველა და გარდა ევროპული ენებისა ებრაული, არაბული და სპარსული
აი ესენები იცოდა რომ არ ჩავთვალოთ ეს გიმნაზიის პერიოდის ენების შესწავლა მიდის მან იმისი რა ქვია ლათინურის და ბერძნულის და ლათინური და ბერძნული საერთოდ ეს დასასახელებლად ენებად არ ითვლება ეს ყველას უნდა ვცოდნოდა მე მახსოვს როგორ დადიოდა ჩვენთან ეგვიპტედან ჩამოსული პროფესორი სახელად ერქვა აზიზა და აზიზასთან ერთად ჰქონდათ გაკვეთილები დილის 7 საათზე. დილის 7 საათზე აზიზას იმხელა ხმა ჰქონდა, რომ მთელ ოჯახს გვაღვიძებდა. და ესენი მეცადინეობდნენ არაბულად და არაბულად უყვებოდნენ ერთმანეთს ხან ლიტერატურას, ხან იმსა და ხან ანეკდოტებს. და იცინოდნენ როხროხობდნენ ერთად. შემდეგ შალვას და ვარვარა მოუმზადებდა ამათ საუძმეს ბატონი აზიზი ისაუძმებდა გემრიელა და მიდიოდა უნივერსიტეტში ლექციების საკითხავად. აი ესე დიდ ხანს გაგრძელდა ესე იგი 3-4 თვე ან მეტი უფრო და შალვას ძალიან სიამოვნება და მასთან არაბულ ენაზე საუბარი. იყო ეს შემთხვევა რომ შალვა მიწვეული იყო საკეიფოთ ესე ვთქვათ და მოვიდა სახში 10-12 საათზე ნაკეიფარი კარგად და მითხრა რომ მე 2 საათით წამოვწედიო და გამაღვიძეო შენო პირველ საათზეო იმიტომ რომ ორშაბათსო გაკვეთილი მაქვსო აზიზასთანო და არ მაქვს მომზადებულიო და პირველ საათზე 2:30 იყო როცა გავაგვიძე მამა წამოდგა იმეცადინა იმ არაბულში კარგად ყველაფერი და დილით რომ მოვიდა აზიზამ მითხრა მე ქართულად სხვათა შორის ცოტა ქართული იცოდა დღეს 5-იანი მიიღო მამა თქვენმა და მე ვთხარი მამა იცით რა აზიზასთან გაკვეთილი რომ გეკნება წინა დღით кейფი არ დაგავიწოდეს თქო აი ესეთი საინტერესო ის იყო მომენტები შალვას ცხოვრებიდან ქალბატონი ვარვარა ახსენა ბატონმა გულბატმა და ქალბატონი ვარვარა გახდათ ბატონი შალვა ამირანაშვილის და საფრანგეთში ტყვედ ჩავარდნილ ქართველებთან შეხვედრის ამბავია ძალიან საინტერესო და ეს მოხდა მაშინ როცა ბატონი შალვა ამირანაშვილი გახდათ საფრანგეთში ჩასული ჩვენი საგანძურის უკან დასაბრუნებლად და ახლა მოვისმინოთ ტყვედ ჩავარდნილ ქართველებთან საფრანგეთში მცხოვრებ ტყვედ ჩავარდნილ ქართველებთან შეხვედრის ისტორია. შალვას თხოვეს ლექციები წაეკითხათ ემიგრანტ ქართველებთან და ლექციის მთავარი მიზანი და მათი მთავარი მიზანი იყო რომ ტყვე ქართველები დაებრუნებინათ საქართველოში. შალვამ შეამჩნია რომ თავისი საწვიმარი რომელიც ეკიდა საკითხზე ვიღაც მისსავით ზორბა კაცმა ჩაიცვა და დარბაზიდან გავიდა. 1-15 წუთის შემდეგ დარბაზში ისევ შემოვიდა ეს კაცი. ლაბადა შალვას ლაბადა გაიხადა და ისევ თავის ადგილზე დაგიდა. შემდეგ ლექციის დამთავრების შემდეგ შემოეხმნენ ქართველი ემიგრანტები შალვას და მოკითხვა და რაღაცები დააბარეს და ყველა ღიმილით გამოემშვიდობა. მოხდა შემდეგი რომ მათ შეადგინეს სიები ქართველი ემიგრანტების ისინი რომლებიც იქ იყვნენ და მისამართები ჩაწერეს გვარი სახელი და მისამართი რომ შალვას ეს წაეყო და რომ ისინი ცოცხლები რომ გადასცენ და იყვნენ საფრანგეთში ეს არ იცოდა მათმა ოჯახმა და შალვას ჩაუდეს ლიპებში აი ეს ფურცელი, აი ეს წერილი სადაც იყო ეს გვარები მოთავსებული. შემდეგ
როდესაც ჩამოვიდა შალვა, იმაში ეს იყო ძალიან სარისკო საქმე. დადიოდა მანქანით არა მარტო თბილისში, არამედ რაიონებში, ქუთაისშიც იყვნენ სხვაგან ერთი და დაქონდა ატყობინებდა ამ ხალხს, რომ მათი შვილი, მათი ესე იგი ის ადამიანი, რომელიც ომში წავიდა, არის საფრანგეთში და ცოცხალია. ბავშვს ოპერაციას უკეთებდი გლანდების და გლანდების ოპერაციას გაკეთების შემდეგ საერთოდ ესე იყო, რომ იმის გარდა რომ ეს გლანდების ოპერაცია წესერა ჩაიარა, მე ფული შევთავაზე ამ იმას რა ქვია ექიმს ხირურგს შევთავაზე ფული. მან ფული არ გამომართვა და მითხრა, მამა თქვენმა ისეთი საქმე გაგვიკეთაო, რომ მეო თქვენგან ფულს არ ავიღებო. მე ვკითხე მამას, რა საქმე გაუკეთეო ამ ადამიანს. მას ჩამოუტანეო ცნობაო, რომ მისი შვილი ცოცხალია და ცხოვრობს პარიზში. ეს მითხრა. და ეს მაგალითად რო გაეგოთ ინსტანციებს, შესაბამის ინსტანციებს, მამას ალბათ დახვრეტა არ ცდებოდა. 2018 წლის 6 თებერვალს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიაში გაიმართა სპეციალური სხდომა ხელოვნების მუზეუმის პრობლემებთან დაკავშირებული და ამ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა ჩვენი საგანძურის შეუვალი და თავდადებული მცველი აცგანსვენებული ქალბატონი ელენე კავლელაშვილი და იქ თქვა სიტყვით გამოსვლის დროს რომ ჩამოთვალა ის დიდი ქართველები რომელსაც გარკვეული შეხება ჰქონდათ მუზეუმთან და რომლებიც იყვნენ რეპრესირებული, აი მაშინ ახსენა რომ მე არ ვიცი ბატონი შალვა როგორ გადაურჩა ამ რეპრესიებსო და დარწმუნებული ვარ არა მარტო ქალბატონი ელენე ფიქრობდა ასე ძალიან ბევრი ადამიანი ფიქრობს იგივეს. დიდი ქართველი მხატვრის ნიკო ფიროსმანის დააკრძალვის ადგილის შესახებ მამა თქვენისგან რა იცით მეთქი ვკითხე ბატონ გულბათს და მოვისმინოთ აი რამდენიმე სიტყვიანი პასუხი რაც მიპასუხა. მამასგან ნიკო ფიროსმანის საფლავის შესახებ გაგებული მაქვს მხოლოდ ერთი ფრაზა, რომ ნიკო ფიროსმანი დაკრძალულია თბილისში პეტრე პავლეს სასაფლაოზე. მხატვარ ბატონ ლადო გუდიაშვილის შესახებ მოვისმინოთ ძალიან საინტერესო მოგონებები. ლადო გუდიაშვილს მინდობილი ჰქონდა კაშელის ეკლესიის მომხატვა კალისტრატე ცინცაძესაგან დავალებული და კალისტრატე ცინცაძემ შალვას დაავალა რომ ხანდახან შესულიყო და ენახა როგორ მიდის მხატვრობის საქმე. დიახ. ერთხელაც მამა მივიდა და მამა მითხრა შენ აქ დამიცადიო და მეო ეხლავე გამოვალო და მე ვთქვი არა მე შემოყვები ეკლესიაში. მე მაინტერესებდა ეკლესია, იმიტომ რომ ბავშვი ვიყავი და პირველად შევედი ეკლესიაში, რანაირი იყო, როგორ იყო მოსწყობილი, რა იყო. გავხედეთ ხარაჩოები. თითქმის 3-მდე ასული ხარაჩოები და ხარაჩოების ზემოთ იდგა მხატვარი, აი ხო მე ხო არ ვიცოდი ის ლადო გუდიაშვილი იყო. მხატვარი და ხატავდა, რკალი გამოყავდა, ესე იგი, ეს მხატვარი დააჭერდებოდა, შემდეგ უკან გადაწევდა თავს და ისე უყურებდა. შემდეგ ეს მხატვარი ჩამოვიდა, ისე კიბეებზე მოძრაობდა თავისუფლად არ შენოდა არაფერს და ჩამოვიდა და ქვემოთ დავხვდით ჩვენ. შალვა და ისა და ამათმა დაიწყეს ერთმანეთში ლაბარაკი. შალვა და ხატვრობას ისე მივძება, ესო ჩემი უკვე სულიერი საზრდო არისო, მე ამითო ისა თავს ვინ უგეშებ, ეს სიტყვებს ამობდა ხო და
ნუჩქარობ ლადო ესო შენი გასაკეთებელია ყველაფერი კარგად მიდისო შენ მოგანდო ეს საქმე კალისტატე ცინცაძე და ამ საქმეს ალბათ ბოლომდე ჩაგვებიო ესო ვინ არისო ჩემზე შეეკითხა ესო ჩემი შვილი არისო და რა ინტერესებს მაგის დაინტერესება ჯერ არ მინახიაო არაფერი არ აინტერესებსო აი ესე უთხრა მაგრამ მე ეს ძალიან ისეთი დამჭა ბატონი ლადოს სახე იმიტომ რომ ჩაცმული ქონდა შავი მოსაცხამი ხო და ისეთი მაგარი ისეთი ვაჟკაცური სახეს გამომეტყველება ნაკვთები ქონდა 47 წელს უკვე შეაწყვეტინეს ეს მხატვრობის გაკეთება და მას დაუმთავრებელი დარჩა ქაშვეთის ეკლესიის მოხატულობა. მისი ნახელავი არის მხოლოდ ღვთისმშობელი და დანარჩენი უკვე არ დაუხატავს ლადოს. შეაწყვეტინეს ლექციებს კითხულობდა სამხატვრო აკადემიაში, გაუქმეს ის ლექციები. და რა ხდებოდა მე არ ვიცი და არ აღიარებდნენ როგორც საბჭოთა მხატვარს 1947 წლიდან 1956 წლამდე როდესაც ლადო გუდიაშვილი როგორც მხატვარი აკრძალული იყო და მისი სურათები აღარ იყიდებოდა ამ სურათებს ამ პერიოდში ყიდულობდა შალვა და ავსებდა თავის მუზეუმს მუზეუმს გამოყოფილი თანხა ჰქონდა სურათების შესაძედა და მასზე უკეთეს სურათს ვის შეიძლება თუ არა ლადო გუდიაშვილის სურათებს ბატონ ლადოს შალვა ამირანაშვილის შესახებ ხშირად აქვს ნათქვამი და დაწერილიც აი ესეთი ფრაზა შალვა ამირანაშვილი მეხმარებოდა ჩემი გაჭირვების პერიოდში ერთი მეტად დასამახსოვრებელი ფაქტი მოხდა ის რომ ბატონ ლადოსთან მივიდა შალვა და ბატონმა ლადომ შალვას გამოატანა სურათი რომელიც მუზეუმს უნდა გადასცემოდა საღამოთი მოვიდა შალვა სახში მუზეუმი უკვე დაკეტილი იყო არ შეეძლო იქ შესვლა და სურათის შეტანა და სახში მოვიდანა სურათი მე მაინტერესებდა რა სურათი არის როგორ არის რანაირად არის და მამას ვთხოვე რომ გადაკრული ზეწარი სურათზე მოეხსნა და ეჩვენებინა ჩემთვის ლადო გუდიაშვილის სურათი ლადო გუდიაშვილის სურათი მე ნახე და გავკვირდი ჩემთვის მაშინ იმპრესიონისტული ნახატები ნაკლებად იყო ცნობილი რეალური სურათები უფრო მაინტერესებდა მაგრამ აქ იყო სულ სხვა მომენტი დახატული იყო შემდეგი გრიგოლ რობაქიძე იყო დახატული გრიგოლ რობაქიძეს თავი გაჩეხილი ჰქონდა და ამ გაჩეხილი თავიდან იღვრებოდა ტვინი და ამ ტვინს სვავდნენ იმდროინდელი ახალგაზრდა საბჭოთა მწერლები. აი ეს სურათი ჰქონდა ლადო გუდიაშვილის დახატული 20-იან წლებში თუ რომელ წელს მე მგონი საქართველოს პირველი დემოკრატიული საქართველოს პერიოდში ჰქონდა დახატული და შენახული ჰქონდა თავიდან და მასთან რო არ ენახათ სახში ეს სურათი, ამიტომ ეს სურათი წამოიღო შალვამ. და ეს სურათი მაჩვინა და მითხრა რომ ჩუბანთ ვიყო არავის არ უთხრა. აი ესეთი მომენტი იყო და შემდეგ მეორე დილით წაიღო მუზეუმი და შემდეგ მე რომ მამას დავყებოდი მუზეუმში ხშირად მინახია ის მუზეუმი ოღონდ საგამომთბილო დარბაზში არ ყოფილა ყოველთვის იყო საცავში შენახული ეს სურათი და საინტერესოა ეს სურათი ახლა არის თუ არა მუზეუმში ბატონ ლადოს და ქალბატონ ნინოს მგელაძეს სადილად მხოლოდ 2 კარტოფილი ჰქონდათ
აი ესეთი მომენტიც ყოფილა მაგათ ცხოვრებაში. თუ მათთან იმ დროს ვინმე სტუმრად მოვიდოდა, ეს ლადო და ნინო მშივრებით შეგუდნენ. უმასპინდებოდა ამ ორი კარტოფილი. ეს არის მოყოლილი ლადო გუდიაშვილის ძმის შვილიშვილის დავით გუდიაშვილის მიერ, რომელთანაც ერთად მოღვაწეობდით აღმოსავლეთ ცოდნების ინსტიტუტში. აკადემიკოს ექვთიმე თაყაიშვილთან საქართველოს ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულ ექვთიმე ღვთისკაცთან დაკავშირებული ერთი პატარა ეპიზოდი მოვისმინოთ. ეს იყო დაახლოებით უკვე 49-ში 12 წლის ვიყავი, როდესაც მამა გავყევი, იგი უყვარდა ხანდახან გამოსვლა სეირნობა, რუსთაველზე დავდიოდით, ხან გავყვებოდით ვერის ქუჩას. როდესაც მივედით ვაშლოვანის ქუჩის გადაკვეთასთან, მამა მითხრა, აქ დამიცადეო და თვითონ შევიდა ექვთიმე თაყაიშვილთან, მე არ ვიცოდი ექვთიმე თაყაიშვილთან, შევიდა, რამოდენიმე ხანი იყო იქ გაატარა. ერთმანეთს უზიარებდნენ ამ ისტორიისა და ხელოვნების ისტორიის საკითხებზე და გამოვიდა. შემდეგ, როდესაც გამოვიდა, მითხრა, რომ ექვთიმე თაყაიშვილთან ვიყავი სტუმრად, მან თავისი 3 წლის მუშაობის გეგმა გამაცნო. ხო და ძალიან მამაშვილურად ვეცევით ერთმანეთთან ვილაპარაკეთ ერთმანეთთან. მე უთხარი მამამ მიმიყვანა ექვთიმე თაყაიშვილთან, მინდა გავიცნო მეცნიერი როგორც შეიძლება ჩემი გზა დამისახოს რამე მითხრათ. აი ესეთი იმით ვეუბნებოდი მამას, არაო, უარი მითხრა მიყვანაზე. რატომ უარი მითხრა? და მე გამიკვირდა მაშინ, რატომ მითხრა უარი და რატო არ მიმიყვანა ექვთიმესთან. თურმე ის პერიოდი ყოფილა, როდესაც ექვთიმე თაყაიშვილთან მისი ცხოვრების ბოლო მომენტში სულ რამოდენიმე პიროვნებას ჰქონდა მასთან მისვლის უფლება და მათ შორის იყო მამაც. და მამამ ჩათვალა ის, რომ არ მიმიყვანა მასთან. ეს ჩემი აზრით ძალიან დამწუხრებული, ძალიან ისეთ უნდა მივეყვანე. იმიტომ რომ ჩემი გზა მაშინ ნათელი იქნებოდა თუ რა იქნებოდი, ვინ უნდა გამოსულიყავი და დამისახავდა ცხოვრებისეულ და ესე ვთქვათ სამეცნიერო გზას. ბატონი შალვა სამუდამო განსასვენებელსა და ბატონ პეტრე ამირანაშვილზე მოვისმინოთ საინტერესო ამბავი. შალვა ამირანაშვილი გარდაიცვალა 1975 წლის 9 თებერვალს. დაკრძალულია დედობის პანთეონში. თავის ბიძაშვილის პეტრე ამირანაშვილის გვერდით. ეს პეტრე ამირანაშვილი და შალვა ამირანაშვილი საფლავები ერთმანეთს უყურებენ. ეს უფრო სიმპტომატურია იმ თვალსაზრისით, რომ პეტრეც და შალვაც გაიზარდნენ ბაბუის ოჯახში, იასონის ოჯახში, ორივე ერთად. და იქ შალვა წერდა წარმოდგენისათვის სცენარებს წერდა და ამ სცენარებით შაბათ-კვირას იკრიბებოდნენ სოფლის ჩხარის მოსახლეობა და ეს ამირანაშვილები დგამდნენ სპექტაკლს შალვას დირიჟორობით. და პეტრე რო გამოდიოდა მონოლოგის მაგივრად მღეროდა და ეს ყველა ამირანაშვილს უხაროდა. აი ესეთი რაღაცა ბავშვობიდანვე უკვე შეჩეული იყო სიმღერას და შემდეგ გაიკვალა გზა ამ დარგით. ბატონ გულბადს ვთხოვე გაიხსენებინა რამდენი სამეცნიერო ნაშრომი, რამდენი წიგნი, რამდენი სტატია გამოცა ბატონმა შალვამ და
დასაბეჭდად გამზადებული თუ დარჩა რაიმე ნაშრომი ამის შესახებაც ვკითხე და მოდით მოვისმინოთ რა მიპასუხა. ბატონ შალვას როგორც შენ დავითვალე და ასევე მეცნიერებათა აკადემიის ბიბლიოთეკამ გამოსცა ბიბლიოგრაფია შალვასი, გამოცემული აქვს 20 წიგნი და 300-მდე სტატია. ეს ძალიან შრომატევადი სამსახურია, მაგრამ ყოველთვის მსახურობდა, ყოველთვის იჯდა მაგიდასთან და წერდა. როგორ ქონდა მას მაგიდა მოწყობილი? 4-კუთხედი მაგიდა ქონდა და ყოველი მხრიდან დადგმული ქონდა სავარძელები. ყოველი მხრიდან სხვადასხვა სამუშაოებს ასრულებდა. იმ პერიოდში რა სამუშაოც უნდა შეესრულებინა, იმ სავარძელს და იმ მხარეს მიუჯდებოდა მაგიდას და ისე წერდა. ეს მაგიდა ეხლა ჩემმა ძმამ საჩუქრად გადასცა ჩხარის პეტრე და შალვას მუზეუმს და იქ არის. სამოცაცებად მას დარჩა უკვე ხელნაწერის სახით მსოფლიო ხელოვნების ისტორია, რომელსაც აპირებდა გამოეცა 10 ტომად და პირველი და მეორე ტომი გაკეთებული არის, სურათები გამზადებული არის და ყველაფერი ეს ინახება ჩემი ძმის ჯუანშერ ამირანაშვილის ოჯახში, სადაც ის ცხოვრობდა. დავასრულე ინტერვიუს წარდგენა. შეგახსენებთ, რომ ბატონი გულბად ამირანაშვილი გახლავთ შალვა ამირანაშვილის უფროსი შვილი, იგი თბილისში საკუთარ ოჯახთან ცხოვრობს, გახლავთ 88 წლის. ამ ინტერვიუს პირველი ნაწილი გავიდა 15 სექტემბერს და ვისაც სურვილი გაქვთ და არ გინახავთ, შეგიძლიათ ინტერნეტში მოიძიოთ და უყუროთ. აი მე პირადად ამით ვცდილობ, აი ასეთი ტიპის გადაცემებით ვცდილობ მივაგო პატივი ბატონ შალვა ამირანაშვილის ხსოვნას. ობიექტივმა გააკეთა შესანიშნავი კლიპი, რომელიც პერიოდულად ტრიალებს ობიექტივში. ძალიან ხშირად ეს არის ობიექტივის გუნდის მიერ მომზადებული. მე არ მიმიღია მონაწილეობა ამ კლიპის გაკეთებაში და აი ამ კლიპით დავასრულებ დღევანდელ გადაცემას, წარმოგიდგენთ კლიპს და შემდეგ დაგემშვიდობებით. შალვა ამირანაშვილი, გამოჩენილი ისტორიკოსი, საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ერთ-ერთი ფუძემდებელი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, მუზეუმების საერთაშორისო და საკავშირო საბჭოების წევრი, ქართული ხელოვნების, არქიტექტურის, მხატვრობის, ოქრომჭედლობის, ხელნაწერების და ტიხრული მინანქრის უბადლო მკვლევარი და დამცველი, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი, თბილისის უნივერსიტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის კათედრის გამგე. ფასდაუდებელია შალვა ამირანაშვილის მონოგრაფია ქართული ხელოვნების ისტორია. წიგნი ერთიანობაში წარმოგვიდგენს ქართული კულტურის განვითარების სრულ სურათს უძველესი დროიდან და დღესაც სპეციალისტებისა და ფართომკითხველის სამაგიდო წიგნია. შალვა ამირანაშვილი, საქართველოს უზენაესი საბჭოს ორგზის დეპუტატი, 4 უმაღლესი სახელმწიფო ორდენის მფლობელი. საქართველოს ხელოვნების მუზეუმი შალვა ამირანაშვილის სახელს ატარებს. შალვა ამირანაშვილი დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში. ქართული მეცნიერების ფენომენი. მედია კავშირი ობიექტივი. გადაცემა მემკვიდრეობა დასასრულს მიუახლოვდა. მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ნინო მიქიაშვილი. მომდევნო გადაცემამდე გემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ.